კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაული, რა ახალ საქმეს იძიებს მთავარი პროკურატურა და არის თუ არა ხმაურიანი საქმის მთავარი ფიგურანტი მიხეილ სააკაშვილი. გამომძიებლები ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ მტკიცებულებებს აგროვებენ. ბიძინა ივანიშვილი იყო დაინტერესებული, რომ გამოკვეთილიყო მიხეილ სააკაშვილის ბრალეულობა კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებში. საგამოძიებო უწყებაში დაკითხვების ახალი სერია დაიწყო. რისთვის დაიბარეს მიხეილ სააკაშვილის ყოფილი ოპერატორი და 2008 წელს გადაღებულ რომელ კადრებს ეძებს პროკურატურა. გახდება თუ არა ახალი საქმე უკვე სააკაშვილის წინააღმდეგ საერთაშორისო ძებნის გამოცხადების საფუძველი. დღეს არჩევანის პირდაპირ ეთერში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. ხელშეკრულება არის საქართველოს ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯი. სწრაფი ნაბიჯებით აფხაზეთის ანექსიისკენ თანამშრომლობის დოკუმენტი ხელმოწერილია. სოხუმი 12 მილიარდს მიიღებს, მოსკოვი კი განუსაზღვრელ უფლებებს დასავლეთ საქართველოს ოკუპირებულ ნაწილში. ძალიან სამწუხაროა რომ რუსეთმა ამგვარი ქმედებით უპასუხა ჩვენს ასეთ კონსტრუქციულ პოლიტიკას. ანექსიის პროცესის დაწყება რუსეთის ფედერაციას ძალიან გაუადვილა ივანიშვილის მავნებლურმა საგარეო პოლიტიკამ. მე მაინც იმედს ვიტოვებდი, რომ სოხუმი უფრო მყარად დადგებოდა. დღევანდელი დღე შავლაქად დარჩება აფხაზი ხალხის ისტორიაში. ეს არის ძალიან მძიმე ვითარება, რომელიც შეიქმნა ხელისუფლების ქმედებების შედეგად. ვინ დაუშვა საბედისწერო შეცდომა და იყო თუ არა რუსეთის შეჩერება შესაძლებელი? რას ნიშნავს პუტინი ხაჯიმბას შეთანხმება? გართულებული გზა დეოკუპაციისკენ თუ აფხაზეთის დაბრუნების დაკარგული შანსი? საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა ძალიან მწვავე განცხადება. მხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება საკმარისი ნამდვილად არ არის. გაუქმდეს აბაშიძე კარასინის ფორმატი. მიდგომა ჩვენი ოპონენტებისამე მეჩვენება ძალიან ემოციურად და ბავშვურად. პრეზიდენტი ოპოზიციას და საზოგადოებას გაერთიანებას თავაზობს. ვინ მიიღებს გიორგი მარგველაშვილის შეთავაზებას და იქმნება თუ არა პრეზიდენტის გარშემო ახალი პოლიტიკური პოლუსი საქართველოში? კარგია თუ პრეზიდენტს აქვს ასეთი სურვილი. ზაობა უნდა იყოს ყველას მხრიდან. დიდი ხანია ამასთან დაკავშირებით ქმედებები ასაჭირო. მთელი პოლიტიკური სპექტრი აქ უნდა იყოს ერთიანი ამ მიმართულებით. ვარსოვის თანხმდრა მისდა ჩვენ შეხედულებაში ჩვენს ხოლმე გავიხარდებოდა. ანექსიის ფაქტობრივი გაფორმებიდან 1 საათში რუსეთი თბილისის სოხუმი მოსკოვის სარკინიგზო ხაზის ამუშავებაზე ალაპარაკდა. დათანხმდება თუ არა ხელისუფლება პუტინის გეგმას და რა პასუხი ექნება საზოგადოებას? სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი, უმრავლესობის ლიდერი თინა ხიდაშელი, უმცირესობიდან დავით ბაქრაძე, არასაპარლამენტო ოპოზიცია და ექსპერტები დღეს არჩევანში.